დილა მშვიდობისა. ყველას დავბრუნდი ჩემს საყვარელ ადგილზე. ცოტა დიდი ტესტის ჯოხით. წინაზე რომ ქორჭილები დავიჭირე. 1.5-დან 7 გრამამდე. შავი გედი. ფეივორიტის. დიდი იმედი მაქვს რომ თუ რამე მოზრდილი თევზი დამიჯდა, მაგალითად სავარაუდოდ ის საზანი, რომელიც პატარა ჯოხზე დამიჯდა და დამჩაგრა და გამიწყვიტა რამოდენიმეჯერ, ამ ჯოხზე იგივე არ განმეორდება. ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს. ნახოთ რა იქნება დღეს. დღესაც მოვატყუებ თუ ვერა. რამე საინტერესოს. ქორჭილა ალბათ მაინც იქნება. ამინდი ისეთია, შეიძლება ქარიყლაპის გადაკვნეტასაც ვერ ავწდე. მაგრამ ინტერესი მაქვს მაინც საზმის სილიკონზე. წინაზე 100% დაზუსტებით ვერ გეტყვით რომ საზნები იყო, მაგრამ ძალიან დიდი ალბათობით საზნები იყო. იმ 4 შემთხვევიდან 3-ჯერ მაინც ის ერთი რაღაც ნაცრისფერი იყო. შეიძლება დიდი ქარიყლაპია იყო. ჩვეულებრივ სილიკონი მაქვს საქორჭილო. რაღაცა მოვატყუეთ, მაგრამ ალბათ ქორჭილა. იმიტომ რომ მომყვება. ქორჭილა. აგვენახე. ჩემო ძმაო, კაი ქორჭილა არის. კაი ქორჭილაა და მეორე უფრო კაი ქორჭილა მოძდებდა ამას. აი აქამდე მოყვა. მაგრამ მშვენიერი ქორჭილაა. შრამიანი ქორჭილა. სავარაუდოდ დიდ ქარიყლაპიას უნდა თავის დროზე ამ ქორჭილის შეჭმა. ან ბავშვობის შრამია. ნახოთ ახლოდან აბა შრამიანი ქორჭილა. მოდი აქ. დღეს ცოტა დიდი ჩოგანბადე და წამოვიღე. რა იცი რაში დამჭირდეს. და ესე ჩვენი შრამიანი ქორჭილა. სხვათა შორის აი რამხელა ქორჭილაა, მაგრამ ძალიან პატარა ჩარტყმა ჰქონდა. მაგრამ ნუ ამ ჯოხზე მაინც ისე იდეალურად ისმის და აი მისი შრამებიც თუ ჩანს. აი აქ და აი აქ. ცოტა აქედანაც. ესეთი შრამიანი ქორჭილა. არ შეიძლება ქარიყლაპის შრამებია. ქარიყლაპისგან დატოვებული. მაგრამ ხანდახან ყოფილა რომ ბაკლანები სხედან ხოლმე და აი რა ვიცი, ჩვეულებრივი ბრაკონიერი თევზი არის. თევზი მეთქი. ჩვეულებრივი ბრაკონიერი ფრინველია. ძალიან ბევრ თევზს მიირთმევს ერთ დღე-ღამის განმავლობაში. მაგის იხუობა არ გაიშვა. ჩვეულებრივი მტაცებელი ფრინველია.
ოპა. რაღაცა. მაგარი ქორჭილა არის. მაგრად იბძვის. რამხელა ქორჭილაა. მაგარი ქორჭილა. დაჭდა. აი ქორჭილა. რამხელა ქორჭილებს ვიჭედოთ რა ხდება. ძალიან მაგარი ქორჭილა. სერიოზული. ეს წინაზე რო დავიჭირე. მგონი იმაზე, არა იმაზე გძელი არა, მაგრამ იმაზე მსუქანი აშკარად არის. გარისკელი ქორჭილა. რა მაგრად გამოგედა. რა ხდება? კარგი ბიჭო, რა? პლასტმასის პირი გაქვს შეჩემა, თუ რა გჭირს? ჩემს გავიძრებს მოუხე. რამხელა. მაგარი ქორჭილა. So გიშვებ. არა ის უფრო დიდი იყო მე მგონი. თუ რა ვიცი, ეს სქელია პროსტა. ის ცოტა უფრო ძელი იყო. სერიოზული ქორჭილა. კარგია. არა ქორჭილა არ არის. დღეს მიზანი. იმ დღის მერე სულ მგონია რომ საზანი უნდა დამიჯდეს აქ. სად იმალებოდი ქორჭილა. სად იმალებოდი. გამოდია. შემოწმდი. გასიებული ქორჭილა. ახალაზე ჩავუღლები. ჩადე? Всё. თქვენ რაღაცა ჩავაგდე თუ არა ეგრევე ქაშაპივით დაარტყა. ეს უკვე მე მგონი ისტორია მეორდებაო, იმედია ამჯერად ბედნიერი დასასრულით, არ ვიცი. ჩავარდენა და დარტყმა ერთი იყო. და აშკარად მძიმე თევზია. ჩემი კაი. რა ჯანდაბა? რა არის რაც ჩემს იმოცულავს? რა? ვაიმე! დედას პიცავა. ეს რა არის? კარასის რეკორდი. კარასის რეკორდი. ჩემი ესეთი რამე ამ ხელა კარას ხორებაში არ მინახავს.
ამ ხელა კარასი მე ცხოვრებაში არ მინახავს ეს რა არის ბიჭო ეს რა არის დედას მიწავარ ეხლა გავგიჟდები ეს რა არის სასორი წამოღებული მაქვს ამას ავწონით ეხლა ეს რა არის ბიჭო ეს საზანივით კარასია აუ ესო აი ეხლა მოიცადეთ ეს ცოტა ღრმა ჩოგამბადია ეხლა ისა ჩანს სადა სილიკონი მოგძრა ახ ერთი წამით ეს სილიკონიც გაჩვენოთ ჩამივარდებს აი მე ეს რა არის ჩემი კაი აი ამ სილიკონზე დაჯდა აი ეს კარასკერა ეს არის მონსტრი ჩვეულებრივი ამას უყურეთ ჩემი კაი ოი მე ეს რა არის მე რო თევზი გამიკვირდება რა აღარ მინახავს და ეს რა ჯანდაბა არის ერთი წამით ახლა პირდაპირ კადრებში მოდი ავწონოთ ჩვეულებრივი მონსტრია აი იმენა საზანი რაღაც საზანი დაგიჭერია და რაღაც კარასი ეს მეცადე აქ სპეციალურად გამოვიდა და სასწავლო რაღაცა გული მიგრძნობდა შეიძლება სარეკორდო ზომის დამჯდარიყო გავანულოთ გამოვდა ნულები და მოდი ვნახოთ ახლა რამდენ სიწონის ეს მონსტრი ეს მონსტრი იწონის ზუსტად კილონახევარს ზუსტად მიზე ცოტა მეტი კი მეკონა იქნებოდა რაღაც 2 კილოს ვფიქრობდი 2 კილომდე ყოველ შემთხვევაში მაგრამ რა ვიცი კილონახევარიანი კარასი ბავშვობაში მყავს 1 კილოიანი ზუსტად დაჭერილი და ეს არის კილონახევრიანი ჩემი რა მონსტრია ბიჭო ოუ ჩემი კაი აი ერთი რამოდენიმე ფოტოს გადავიღებ ახლა ამ მონსტრთან და მე გავუშვათ იცხოვროს ესეთი კარასი რა ვიცი თუ ვინმეს ყავთ სადმე ახლოს დაჭერილი მოკლედ გავუშვათ ჩვენი მონსტრი კარასი ესეთ კარას ცხოვრებაში მეორე თუ დავიჭერ არ ვიცი ეს რა არის ლაპატკა ჩვეულებრივი იგივე სორტი ავიდა დავამთავრე დღევანდელი თევზაობაც საზანი ვერა მაგრამ ისეთი კარასი დავიჭირე რომ არ დამოვიწყდება არასოდეს საზანივით კარასი იყო კილონახევრიანი კარასი ნახიც არ მყავდა დაჭერილი სვინჩივის მაგრამ იმ საზნებს მაინც წავეთამაშები ადრე თუ გვიან იმედი მაქვს რომ კიდევ მექნება მათთან შერკინების შესაძლებლობა და მე ვნახოთ ვინ გაიმარჯვებს დროებით აბა შევხვდებით ახლო მომავალში